კარგი, მოდი მაშინ კიდე ერთი კითხვა არის. ჩვენთან მიმართებაში რაც ფიქრობს ბატონი გიორგი, რა ასელოდება როგორც პოლიტიკას გაატარებენ ესრები საქართველოს მიმართ, ხო არ არის იმის ნიშანი, რომ ტრამპი დათანხმდება ჩვენი რუსეთის გავლენის ქვეშ დატოვებას. ხო, ეგ ის არის, რა ქვია, აი ჩვენთან მიმართებით რა დოზით დათანხმდება ვთქვათ რუსების მონაწილეობას და რა დოზით ამერიკელების ჩართულობას, ეს რაზდენი სათქმელია, მაგრამ მე პირადად აი ვთქვათ აი კონკრეტულად ოცნებასთან მიმართებით რესპუბლიკელების თანამშრომლობის გაგრძელებას ვერ ხედავ ვერანაირად ხა, მაგრამ მეორეს მხრივ რუსეთი მართლა თუ არ ხა რუსეთი მართლა რა ორჯერ დაიშალა, ხო, ერთხელ იმპერია, მეორე სოციალისტი დაიშალა და ორივეჯერ რუსული გავლენა ბოლომდე მაინც ვერ მოუხდა. და ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა მოთხოვნები მათ ყოველთვის ექნებათ და ანგარიშის გაწევა ყოველთვის მოუწევს დასავლეთს, ხო, ამ მიმართულებით. იქნება ეს რავი სავაჭრო ურთიერთობებით, რა ვიცი, რა შეიძლება იყოს, მაგრამ როგორც ასეთი აი ოცნების ამჟამინდელი რედაქცია რაც არის რა, ესე დავარქვათ, მე ვერანაირად ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ ხა ვინ ადგენს ამ პოლიტიკას, ხო? მე რასაც ვაკვირდები და რაც ჩანს და ისტორიულადაც იყო ხოლმე, აი იგივე ამ ჩარლი ვილსონის არ იყოს, ხო? ჯო ვილსონთან ერთად, ხო? ჩარლი ვილსონმა ეს თალიბებს ვაკვირდა იერას. ხა ერთი კაცი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ დაამარცხა ლამის საბჭოთა კავშირი 10 მილიონი იყო თალიბანის ბიუჯეტი, თალიბანთან გადასარიცხი ფული და აიყვანა 9 მილიარდზე. ხა თავიზოზე ეს ბევრად უფრო დიდი თანხები იყო. ამით იმის თქვა მინდა, რომ რეალურად მართლა პიროვნებები აკეთებენ ამ განწყობებს რა. ხა რეალურად ვერ იმუშავებს ეს პრეზიდენტი და ვერც სახელმწიფო მდივანი ყველაფერზე. შესაბამისად ის რომ არ ვიცი ხა მე ნამდვილად ვერ გეტყვით რატო სად გადაწყდა რომ თქვა ეს ჯო ვილსონი საქართველოს თემას აიღებდა არ ვიცი რა და ვერ გეტყვით მაგითო. მაგრამ რო აიღო და ეს ადამიანებშება იცით აი მე სულ ფიქრობდი რომ სულ მეშინოდა ხოლმე რომ ეხლა აი იქნებს სწორი მესიჯი მაინც რაღაც თუნდაც აი ქართული NGO-ების ეხლა რეპორტებს ვაკეთებენ თავისთავად ხადია. ხას უსვავ რომ მე შორს ვარ იმაზის გარო ქართული NGO-ების რეპორტებს ეკუთვნობა CIA და ეს არის სრული სისულელე, მაგრამ ხო აკეთებენ ესენი მაინც რა, ეხლა ეკუთვნობა თუ არ ეკუთვნობა აკეთებენ ამ რეპორტებს. და სულ მაგას ფიქრობდი რომ აი მეთქი იქნების ძირითადი მომენტები რაც არის თქვა აი ეს პროირანული თემა, ჩინეთის ანაკლია და რაღაცა, ხო რო არ გამორჩეთ თქო რა. და რო არ გამორჩეს თქო ამ ვილსონს ამ მიმართულებით რო არ დააყენოს თქო, მაგრამ აი უნდა თქვათ რომ ზუსტად 100% რაც არის გასაკეთებელი, ზუსტად იმ ათიანში ასვამს ეს ადამიანი რა. ამიტომ კონტექსტი იცის ძალიან მაგრად. ესე იგი ეს ნიშნავს რომ ინფორმაცია ზუსტად მისდის. ინფორმაცია ზუსტად მისდის, ეხა ვისგან მისდის, აი რა ვიცი, ეხა ბევრი ვინმესგან მისდის იდეაში რა, სავარაუდოდ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში გზავნილებია სწორი რა. ის რომ pro-Russian რაღაცა რუსული რეჟიმი და რაღაცა ამას ვიძახით უკვე 15 წელია. მაგრამ ის რომ ეს ჩინეთთან არის დაკავშირებული, ირანთან არის დაკავშირებული, ამერიკისთვის ეს უფრო ის არის ახალია და ეს უფრო არის ესე ვთქვათ აი აღშფოთების მომენტი, იმიტომ რომ ხო, ამდენად ძალიან სწორად კეთდება ეს აქცენტები და ამ კონტექსტში ხა აი ბატონმა რომ მიკითხა მე ვერ წარმომიდგენია ხა ეს ადამიანი, იმიტომ მოვყავი ამდენი რაღაცა რომ ეს ადამიანი არის საქართველოს ნაწილის ასე ვთქვათ აღმწერი, ხო? ხო და ხა აი იგივე წარმოვიდგინეთ რომ იმაში რა ქვია, აი იგივე თალიბებს და სსრკ-ს შორის ომში ვიღაცა საიდან კიმბერლი ლოუს რო ეთქვა რაღაცა იმაზე კიმბერლი ლოუ გუშინ გიგა ბოკერიასთან თამორჩერგოლაში ერთად გზავრობდა იმაში თეთრინაში. ნახე კი. ხო და ეს ხო ძნელი წარმოსადგენია. ამდენად ამ ადამიანს ხო შორის სერიოზული დატვირთვა აქვს, კონგრესმენია 24 წელია ლამის არა 24 წელია ხო და ეს ნიშნავს 12 ვადით კონგრესმენობას მეგობრებო, 2 წლიანია ქვედა პალატის კონგრესმენობა, ხო? 12 ვადით კონგრესმენობა. ამიტომ არ აქვს საქმე, არ მოუწევთ პრინციპში აი საქართველოს ცნებას აი ვიღაც უბრალო ადამიანთან ურთიერთობა და ამიტომ გონია რომ ეს მომენტი გაჭირდება რა, რომ ის რაც დღეს არის ასე გაგრძელდეს და რომ გავაგრძელოთ ეს კონტექსტი,
თუ საუბარია კვლავ აი ამ ეკონომიკურ აღორძინებაზე, სად არის ქართული ოცნების საქართველოს როლი? არსად არ არის. ამ როლს ვერანაირად ვერ ვხედავ. განსაკუთრებით მაშინ თუ ჩინეთი მოინდომებს, რომ სპორტი თვითონ ააშენოს მარტო. ხა ეგ არის უკვე შავი ზღვის გადაბარება მთლიანად ჩინეთის და რუსეთისთვის და ეგ ეხლა რა ვიცი, არავის არ უნდა მე მგონი და რა ვიცი გამოჩნდება რა ყოველ შემთხვევაში.